First bun, then patty, followed by ketchup, mustard, pickles, extra onions, lettuce, cheese, tomatoes, and bun. In that order. ბავშვობაში სკოლაში წასვლამდე, როდესაც SpongeBob-ს უყურებდი, დარწმუნებული ვარ, ყველას ერთხელ მაინც გაგვიჩნდა სურვილი, რომ ეს ბურგერი გავგასინჯა. შევუდგეთ მომზადებას და როგორც ხედავთ, ფრის შესაძლებლად გამოვიყენე Xiaomi Smart Aero Grill, რომელიც გამომიგზავნა კომპანია Zoom-მა. ყოველდღიურობაში ძალიან მოსახერხებელია, რადგან ნებისმიერი ცომეულის, დესერტის თუ ხორცის მომზადება შეგიძლიათ. ფრიც მზად არის უკვე, ამჯერად ისევ ავირჩიეთ ჩემთვის სასურველი რეჟიმი და გადავიტანე ბურგერის ხორცი. Smartphone-დანაც შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ და ამავდროულად შეგვიძლია სხვა ინგრედიენტებიც მოვამზადოთ. წითელი ხახვი და პომიდორი უბრალოდ დავჭრათ რგოლებად, ასევე დაგვჭირდება სალათის ფურცელი და მჟავე კიტრი. ამასობაში კი ხორცით შეიწვა უკვე აეროგრილში ორივე მხრიდან, საკმაოდ დაბალანსებული გამოვიდა და ბოლო ეტაპი ის გადაგვჩენია, რომ პური უბრალოდ გავხოხოთ და გადავიდეთ ბურგერის აწყობაზე. სანამ გადავალ აწყობაზე, გეტყვით, რომ ამ ბურგერში არ იყო გამოყენებული ხორცი. There is absolutely no meat in the cut. მაგრამ მოდი ჩვენ მაინც ხორცთან ერთად მოვამზადოთ.